როდესაც გირჩევენ, ის პასუხისმგებლობა უნდა იტვირთო, რასაც მოსახლეობა გაკისრებს და ეს არის თავარი ამოცანა უნდა იყოს ეს და არა ის თუ ვიღაცას ზემოთ პარლამენტში თუ სადღაც გუნდში რა არ მოეწონება. ეგ სხვა ამბავია სრულად, როცა არჩეული ხარ, იმ საზოგადოებას უნდა ემსახურო რამისთვისაც აგირჩიათ. რამდენად პასუხისმგებლიანი საქციელია ეს თქვათ მე დეპუტატების მხრიდან. ვერ ხედავ პასუხისმგებლობას, თუ აი ეს გუნდურობა და ვიღაცას კაცის კაცობა, რაც ახლა ოზურგეთში ხდება და ვინც უნდა მოიყვანონ კიდე, მე არის კატასტროფა რეალურად და ვერც ერთი საქმე ვერ წავა წინ ვერაზროს, როდესაც პასუხისმგებლობის გრძნობა არ არის. ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახურიან რაღაც პირად ბიზნეს, რაღაც შეპესე რომ მიხვიდე და არ მოგეწონება წამოხვიდე, როდესაც ადამიანები ასობით ადამიანი მოდის გირჩევს, წუხდება რომ რაღაც ლოკაციაზე სადაც ხარ მაჟორიტარი რაღაც პრობლემა მოაგვარო, ამის ნაცვლად რომ ვიღაცას პეტრეს პავლე არ მოსწონს და ადგედა დაიხურო ქუდი წახვიდე და შემდეგ კიდე არჩევნებში ჩააბა მოსახლეობა ისედაც გადაღლილი და რა ტერორიც მიდის ამ საარჩევნო პერიოდში კარგად იცის ისედაც საკუთარი აზრის გამოხატვის გარეშე მიდიან რაღაცა თხოვნები, ძალდატანებით, იქით უშიშროება, აქეთ რავი კრიმინალური სამყარო, მე ეს დასაქმებული ადამიანების თხოვნა რო სამსახურიდან გამათავისუფლებენ და ეგება მიდიან, ანუ ისედაც სხვაგვარად ვირჩევთ, აქ რეალური დემოკრატიული არჩევნები არა გვაქვს და ეს ადამიანები კიდე რომ ასეთ დაძაბულობაში აგდებენ საკუთარ ამორჩეველს, მე პასუხისმგებლობას ვერ ხედავ მაგ სექციებში.